მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ზუგდიდელებო, ჩემო საყვარელო ხალხნო. დღეს სულ სხვანაირად მინდოდა მოფერება თქვენთვის, მადლობის გადახდა და ტაშის დაგკვრა, მაგრამ ისეთი ძიმე დღე გაგვითენდა, იმხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს, რომ შეუძლებელია საზეიმო განწყობაზე იყო, თუმცა რა განწყობაზე უნდა ვიყოთ, როცა ასეთი მდგომარეობა სუფევს. მე მინდა მიუსამძივრო იმ ოჯახებს, ვისაც გარდაიცვალათ ჯანსაღი შვილები, დედები, მამები, თელ ბათუმს, თელ საქართველოს მინდა მიუსამძივრო. ბედნიერი ვარ, რომ მარტო არა ვარ თქვენցին შეკრებილი. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს გვერდით მესამე პრეზიდენტის დედა ქალბატონი გიული იმყოფება, რომელიც მიუხედავად ასეთი მძიმე დღეებისა, რაც გადაიტანა შვილის დაკავება, ეგ ჩემთვის და ჩემი მეულისთვის ძალიან არცნობია. მე წარმომიდგენია რა ტრიალებს ქალბატონ გიულის გულში, მაგრამ რა ვაჟკაცი ქალბატონია, სხვანაირად რომ არ ყოფილიყო ასეთ გმირ შვილს ვერ გაუზრდიდა საქართველოს. ქალბატონ გიული ჩვენთან ერთად მოვიდა, რომ გაგვამხნევოს, რომ გვითხრას, მაგრად იყავით გამარჯვება ბოლომდე და ამას ჩვენ აუცილებლად შეუსრულებთ. ნებართვა არ ამაქვს, მაგრამ მაინც ერთ საიდუმლოს გეტყვით. მე მიიღე ბატონი მიშას წერილი საპატიმროდან, საიდანაც დიდ მადლობას მეუბნება იმ არაჩვეულებრივი შედეგისთვის, რაც მე ზუგდიდში მივიღე თქვენი დახმარებით. მითხრა, რომ გილოცავ და ულოცავ თითოეულ ზუგდიდს. ზუგდიდი არის ჩემი მშობლიური, ჩემი საყვარელი ქალაქი და მიამაყება ეს ყველაფერი. მეორე ტურში უფრო ვაჟკაცურად, უფრო შემართებით იმძოლეთ. ეს მარტო ზუგდიდელების გამარჯვება კი არ იქნება, მთლიანად საქართველოს გამარჯვება იქნება და მათ შორის ჩემი. მალე განთავისუფლებას ვისურვებ ჩვენ სახელოვან პრეზიდენტს.